მოვდივარ. უცებ ვერ შემოვხტები, იმიტომ რომ აი მოვამზადე. გამარჯობა. ერთი წუთი ახლა. ვაი, დედა. წვიმს, ცუდი ამინდია. გამარჯობა ხო გითხარით ხო უკაცრავად და აქ ფულია და ახლა ცოტა ხანი ერთი წუთი ვაპატიეთ. აი გოლა. ვაშორე. ვათავისუფლებ იმას, რა ქვია მაგას? ტერიტორიას. გამარჯობა ხალხო. ეხლა იტყვით ჯერ სულ არ მოდიხარო და მერე კიდე მოგვაყარეთ ლინკები ვითო. ხო და დღეს მქონდა ვაი მჩხილები რას მიგავს, ნუ იტყვით და ნუ იტყვით და მოკლედ არ არის მნიშვნელოვანი. დღეს მძიმე დღე მაქვს, დატვირთული და დაღლილი, გაუბედურებული წვიმს, ცუდი ამინდია. ჰაი, ჰუა და ძალიან ვარ გამოწყურული ლიმონივით, დაღლილი ვარ. ესეთ დაღლილზე არ მიყვარს არც ვიდეოს ჩაწერა და არც მით უმეტეს აბალეთის გახსნა, მაგრამ რა მომათმინინებს? ერთი გაფიქრება, გავიფიქრე. ამდენი ხანი მოვითმინე და მოდი დღეს არ გავხსნი და ხვალ გავხსნი, მეთქი, მაგრამ მივხვდი რომ ვერ მოვითმენდი. ამანათი მოვიდა. ვაიმე დედა რამ სიმძიმოა თქვენ არ იცით. ნინოსგან, გერმანიიდან მოვიდა ამანათი. არ ვიცი ხლა როგორ უნდა გავხსნა. ან ისა, რა ქვია, ისე არის დასკოჩილი, ან სწორედ ავხსნი. დაიცადეთ, უკუღმა არ გავხსნა ეხლა. მოდი ცოტა ხანი დაგაპაუზებ და გავიგებ. ება ეხლა ნინოსაც ვერ შევეკითხები. სწორე როგორ და უკუღმა როგორ, იმიტომ რომ აქ წარწერა უკუღმაზე მიდევს. რა დღეში ვარ? უნდა დაგაპაუზოთ ხალხო და ისა გადავატრიალო და გავხსნი და მე ვნახოთ უთქვენოთ არა ვნახავ არაფერს. ინციდენტი მოხდა, ვაიმე დედა გამოვძვენი. ხალხო, ნინო, ვაიმე დედა დავიღალე, გავიხვითქე. ეხლა იქ კარები გავაღე. ჰაი შემოვიდეს მეთქი, დედა, ეს ან საიდან არის ნინო ყუთის თავი, ან ყველა მხრიდან ვატრიალეთ. დედა რა დღეში ვარ? ვაიმე დედა, ნინო რანაირია ეს ყუთი გამოგებინე ოღონდაც რა. კოშეის სულს უბრალოდ ჩახვალ ვიდრე ამას ვერ ვიგებდი და არ ვიცი როგორ გავხსენი, ვაიმე არ ვიცი. არ ვიცი. მაგრამ ფაქტი ის არის რომ გავხსენი და შოკოლადები რატო დავინახე პირველ რიგში. მეთქი. აი ეს ცალი გამოვარდა. სლატკია კუკურუზდია პალაჭკიო. ეს არ მიჭამია ალბათ რა ბალღობის მერე. იმიტომ რომ მე საქართველოშიც გაწყდა და აღარ მინახია თვალი. ეს ეგრე. მეორეც არის. აი ნელა გამოვიზოგავ. ზაფხულში ხო იცით როგორ გამომადგება. შედეხლა წყდარა შვიდად. შოკოლადები დავინახე მეთქი, ხო გითხარით? ხალხო, ის დაიცა რაღაცა წერილი აქ, აი ეხლა როგორ კარგად მოხარსიათდები და როგორ აღარ ისა გამახსენდება დაღლილობა და ნერვიულობა. დაიცა. აი ისევ ტარხუნა მაქვს ნუ იტყვი. ტარხონა. ამას აი ტარხუნა ესა ხო იცით ეს ჩემი სუსტი წერტილი და სიყვარულია. ივე ნინო. ვაიმე ნინო. დაიცა ეს რა არის? რატო არის მარტო ერთი? რაზე დაწერა ნეტა, რაზე დაწერა?
აბას რაღაცა არა ქონდა ფურცელი და დაწერა და ეხლა წაგიკითხავთ მე თქვენ. ნარაჭკაო, არ ვიყიდე სპეციალურად ბევრი ტკბილეული და ცოტ-ცოტაო ძველი გემოები რო გაიხსენო და ეხლა ნახავთ რეებია. ვაიმე როგორ გამეცინა და ვაიმე, ამას რა შემაჭმეს? დავდებ სუვენირად დაიცა. ვაიმე ვისკაცი, აი ხა ხალხო გავგიჟდებ გერმანიაში აემეებს რა უნდა, ჰა? გერმანიაში რატო არის ესენი? ჰა? აბა სუნი? სუნიც აქ ისა, მამალოს სუნი. ნახეთ რა მამალო, ჩვენი ბავშვობა, დედა, როგორ გამიხარდა. ეხლა თუ ვინმე ახალი გადამაწყდებით არა, უნახავი და ხამი არ დამიძახოთ, იმიტომ რომ ასეთი ვარ მე და ძალიან გამიხარდა. ძალიან საერთოდ აქ უნდა ვიქეკაობე. აი დათუნიები. ეს არ ვიცი რა არის. ესეთი არ ვიცი რა არის, წარმოდგენა არ მაქვს. ვუკბენ ეხლა. არ ვუკბენ. მე მეგონა ჟელესავით იქნებოდა, მაგრამ არა. ამას მე გავსინჯავ. ეხლა ან დათუნია უნდა გავსინჯო, ან კიდე ეს, აი. ვაიმე, ესენი მე არ მინახია. დაიცა რუსეთში რო ვიყავი, ალბათ 94 წლის, 15 წლის მერე არ მინახია. ეს არის და დეგა. არა ეს ანიუტა. ეს არის ხო ანიუტა. ეს ბელოჩკა, ციყვი. ეს კრასნაია შაპაჩკა. ესე ყაყაჩო, აი ეს უნდა ვჭამო ეხლა მე. ყაყაჩო. დედა როგორ მიყვარდა, ვაიმე ნინო როგორი ცოტა გამოგიგზავნეო რომ ბევრი არა ცეცხლოვო. მაგრამ ეს ყაყაჩო და ყარაყუმი ერთმანეთსა გავს რა მახსოვს არა და ძალიან მიყვარს. და ეს ყველა ძალიან მიყვარს. ვაიმე ნინო ძალიან დიდი მადლობა. ეს არის აი მართლა ჩემი წარსული და ჩემი ბავშვობა. ალბათ რომ ყველა ჩემი ასაკისა ვინცა ვართ რა. და მთავარი იცით რა არის? მართლა ის გემო აქვს. მე არ ვიცი გერმანიაში ეს დაიცა კიდე რაღაცაა, ეს არ ვიცი რა არის. მე არ ვიცი გერმანიაში საღებავია. უიმე, კვერცხის შესაღები ის არის, საღებავია. ვაიმე ნინო, ესეც იფიქრე. ვაიმე შენ შემოგევლე, შენ გენაცვალე. ვიფიქრე ის არის მეთქი ჩვეულებრივი ტორტის საღებავი ვიფიქრე და კვერცხის საღებავი გამომიგზავნა ხალხო. ვაიმე შემოგევლე ნინო, ვაიმე დიდი მადლობა. ვაიმე ამათ ხელიდან გაშვება არ მინდა. წარმოიდგინეთ მე არა ვარ არც არასდროს არ ვიყავი დიდად, აი ოღონდ რო ტკბილი ჭამონდა, ოღონდ ტკბილი იყოს, ოღონდ შოკოლადი. არა უნდა თუ არ მომწონდა, თუ არ მიყვარდა არ ავჭამდით. ჩვენ სახლში რა და დიდად ბევრი რო გითხრათ არ, ეს ჩემი მოკვეჩილია. ხო და აი ესენი არის, არ ვიცი, აი სუპერ უმაღლესი. ეხლა რა ვინო მომედავები. ეხლა ესეც მინდა რომ ვუკბიჩო, ანუ როგორ ვთქვა. ცოტა ესეც ძალიან მინდა. ისა დათვები, რა ქვია ამას? დათვები ქვია. ახალია. ხან ხო შეგხვდება რომ დაძველებულია და იღეჭება შიგნით ვაფლი და ვაიმე ხრაშუნა, გემრიელი. ვაიმე დამარტყა შაქარმა. არ დამარტყა. ჩემი ნორმა ვიცი. ამას ნინო არ შეგეშინდეს
ყოველ დღე ნახევარ შოკოლადს მივეპარები ხოლმე და არაფერი არ ეგა. დედა ვაიმე აი მამალოზე გავგიშდი, მამალო კამფეტზე გავგიშდი, მამალოზე ამას ახლა ვერ გავტრიკავ, მაგრამ ამაზე გავგიშდი. ძალიან დიდი მადლობა. არ ვიცი რა არის. არაფერი არ ვიცი რა არის. წარმოდგენა არ მაქვს. ვაიმე ჩემი სიყვარული ჩამოვიდა. ელიტური თანაც, ელიტნიეო. ზესუმზირა ხალხონზე. აი ეხლა ჩემ იმას გეტყვით რა. ჩემ გულის ნადებს გეტყვით. ხო მიგზავნიან არა და ნუ მეუბნებიან ვიცი ხოლმე ხანდახან რომ უნდა გიკეთებს იმას ვაგროვებ და უნდა გამოგიგზავნო და ცხენია და არავისთვის არ მითქვია არ ჩემ დაქალს ვეუბნებოდი ხოლმე მარტო და ჩემი დაქალს ვაგზავნინებდი და ჩემ იმას კიდე დეიდა ჩემა და ჩემმა ხათომ რო გავმიგზავნეს ხათობს მიგზავნის იმას მზესუმზირას და არავისთვის ხვებისთვის ვინც მიგზავნის ხოლმე არა არ მითქვია რომ ხალხო არაფერი არ მინდა მარტო მზესუმზირა გავმიგზავნეთ და არ მითქვია არავისთვის არა და ძალიან მინდა მზესუმზირა აი ძალიან ხო და ეხლა იტყვით რომ წადიო ქალაქ ბარშიო ერთი რამდენჯერმე ინგას მოქონდა ხოლმე და ისეთი ცუდი იყო ხალხო ისეთი ცუდი იყო რომ ვერ გეტყვით რა არ ვიცი აქ ჩამოაქვთ ნაგავი და არ ვიცი ვერ გეტყვით რა ეს მზესუმზირა დაიცა თან იქა მაქვს თვალები რომ რა ამოვიღო აღარ ვიცი და ეს არ ვიცი რა არის და ძალიან მაინტერესებს ოღონდ რაღაცა ძალიან ლამაზი დავინახე და იმიტომ ძალიან ლამაზი დავინახე ძალიან აი ვერა კარგია საჩუქრები როგორ მიყვარს მე არ ვიცი საჩუქრებისკენ არა მიყვარს მაგრამ არ ვერ ვარტყარ საჩუქრებს ამასაც წერია ზამთარი. წელიწადის 4 დროა, მაგრამ ერთი გამიტყდაო თუ რაო? ეს არ ვიცი, ზამთარი. Winter, აწერია აქა. ეხლა უყურეთ რა ლამაზი ფინჯანია, ხალხო, ნახეთ რა, როგორი დახვეწილია შიგნიდან ნახეთ. ძალიან ლამაზია, ისეთი კარგი ქალბატონი ჭიქა წავიდა, ჩამოიწერა. ძალიან ლამაზია. აი მე დიდი მადლობა. ეს არ ვიცი რა არის. ეს არ ვიცი რა არის. ეს ლამბაქია. ოღონდ ამისი არ ამგონია, იმიტომ რომ სხვა ის აქვს. სხვა ყვავილებია. დაიცა, გაჩვენოთ. ესეთი ლამბაქია. მოიცა? ოთმინება თავადო. ნახოთ. ჩემი ბუბლიკებია ხალხო, ჩემი ბუბლიკები. ამასაც ცოტა საბჭამდი ხოლმე. ისა. დაიცა. ესეც ხო ჩემი მონატრება, სუშკი, რაიმე რა კაცი. ეს პაწაწ ყუნები რო არის, ის არის. დაიცადეთ. სხვადასხვანაირია. იდეალნა ქჩაი იმას აწერია და ეს სხვანაირია. ხო, ესენი ცოტა დიდებია. ეს ის არის მალიუტკა. ვაიმე, ეხლა ესეც მინდა. რა ვქნა, ხო ჩემია და ხო შემიძლია რომ აი ეს როგორ მიყვარს. და ინო ჩემთვის უყვარს ამის გატეხვა რომ ასწავლე. რა გემრივლობ აქ დავდებ ამას.
ძალიან გემრიელია. ვაიცადეთ. ვაიმენინო, ლასასწაულიღარ. უნდა წაგიკითხოთ. მართალია ჩემთვის არის დაწერილი, მაგრამ თქვენც უნდა წაგიკითხოთ აუცილებლად დააკრო უკან და ეს არის შპროტი. შპროტები ხალხო, შპროტი. ეს ხო თვალითაც არ მინახია რავი რამდენი ხანია. ხო და დააწერა, არ დამცინოვო. არ ვიცი რა გენატრება და რასაც ჩვენი დროისას ვნახავ, ყველაფერს ვიღებო. ეთყობა მაღაზიაში რო იყო. მაშინ და ეს არის შპროტი. ესეც მენატრება. ყველაფერი არ გენატრება შეუპატრონოვო ის. ეს თუ გერმანიაში იყიდა კიდე არ ვიცი, აქ ხალხო, როგორ გითხრათ, მე კი ვარ ყველაფრიდან გამორჩენილი აქ, მაგრამ მაინც სუნელებია. არ ვიცი, ეს იქ იყიდა თუ საქართველოდან აქ ჩამოტანილი, არ ვიცი. სუნელი ქართული უისაცვის საკმაზიო რა კარგია ეგა და ხმელი სუნელი და უცხო სუნელიო. დედა რა კარგია და ისა ყვითელი ყვავილიო. ეს ადრე ბევრი რო გამომიგზავნა ლელამ იმას გუფრთხილდებოდი რა, ვეპარები ხოლმე და ის ძალიან მივირთვი ისა ფიქრიამ რო გამოგზავნა ქილებით, მეგრელებისა. ის იცხო ბომბა იყო. ეს მარაგი მოვიდა. ეს არ ვიცი რა არის. არ ვიცი რა არის. არაფერს არ ვიცი რა არის. ესეც ბომბაა რა. ეს პურიც ვიპოვეო. ვადები აქვსო, მაგრამ მაინც გავრისკე და გამოგზავნეო. ვადა რა ქვია, დინო, ვადაგასული არაფერი გვიჭამია. მთელი საქართველო ვადაგასულს აჭამს. ეს არის ხლებ ბოროდინული პური. დედა, ეხლა ამას როგორ ვიცი, ამოვნე, ვაიმე, ძალიან დიდი მადლობა, ძალიან დიდი, თან ზედმეტრამეებს აქედან იმაშვები, რომ ამოვიღოთ სხვა რამეები. ესეც არ ვიცი რა არის. არაფერი არ ვიცი. მართლა არ ვიცი, რაღაცა თქვა, რომ გავრისკეო, რაღა ეთყობა აი ეს ფინჯანი და მეტი არაფერი არ ვიცი ხალხო. აიცა. ესა ყოფილა, აწერია მოხრაკულ ხალხთან ერთად გარციცაო. არ ვიცი. ხო მოვკვდები რომ არ გავსმი, მაგრამ ვერ ავსხმი. ძალიან არის დაჭედილი. მოხრაკულ ხალხთან ერთად გარციცაო. ჰო. არაფერი არ მომიტანია, რითი გინდა რომ ჭამო. ეხლა რომ თითი წავყო და გავტლოკო, მერე იტყვით რომ ვაიო რა უზდელი ხარო. გავსინჯავ. ყველაფერს მერე გავსინჯავ. მერე ისე ერთის დაგემოვნებისა უნდა მომეწყო. ვიდეო, ერთი ვიდეო დაგემოვნებისა. ეს არ ვიცით. აი რა მაგარი. რა მაგარი გოგოები მყავს, როგორ მახარებენ ხოლმე. ეს ალბათ ინოჩენტესა იქნება, იმიტომ რომ ხო თქვი, ინოჩენტეს ვეგანოვო, ჟელიბონები. ინოჩენტესია ესენი. უი, რა კარგია. ეს არის ისა ვეგანური ჟელიბონები და ისა ინოჩენტე მიირთმევს ლაქტოზას გარეშე რო არის, იმიტომ. ძალიან დიდი მადლობა და ვიმე გოგო არომატი მომივიდა მეც რაღაცა ეს მარწყვის თუ რაღაც არომატი, რაღაც სხილის არომატი მომივიდა. ესა
ესეც ეს ეთყობა მიაგვიანდა და მე ჩაამატა იცის მაგარ მაგეთე ეს შაქრის გარეშია არა ეს ჩემია ეთყობა ეს აწერია რომ შაქრის გარეშეო ნამდვილად მე შევეკითხები კიდე კარგად ამათ ხალკე დავდებ იმიტომ რომ შეიძლება ეგ საჩემო იყოს არ იყო ინო ჩემთან ერთად ეს არ ვიცი რა არის ვაიმე როგორ აქვს ყველაფერი შეფუთული ადრე ხო ვაიმე შეგენაცვალე შეგენაცვალე ეს არის სანთლებია სანთლებია ხალხო სანთლები ძალიან დიდი მადლობა ნინო ძალიან დიდი მადლობა დაიცა კიდე რა ხარ უი ფანქარი თედარა კაი ფერია ამის არ ვიცი მე მგონი ის რომელიც ამქონდა ამაზე ცოტა ღიაა ნინო აი ნალევიღა მქონდა ის შენი გამოგზავნილი ძალიან ის არის ძალიან დიდი მადლობა ეს ჩემთვის ხო იცით იმასავით ავარ ციციბურა ხალხო ციციბურა გამომიგზავნა ძალიან დიდი მადლობა ნინო აი მე როგორი გოგო ხარ აი ეს ყავები არ ვიცი ან თურქულ მაღაზიაში თურქ აწერია თურქ ყავაო თურქული ყავაო აწერია თურქული ყავებია ეს ნალექიანი ყავები ეს ყავებიც ძალიან კარგია თურქის კოფეო ყველა ენაზე აწერია თურქის ყავაო ოთლია თარიცით რა არის ყველაზე საიდან მეტა ეს დაიწყადეთ თავისივია სხვა რამეშია შეფუთული არაფერი გავაფუჭოთ არის მეშინია თანის მეშინი არაფერი გავჭრა და გავაფუჭო არა რაც ხარი სითხია რაღაცა სითხია ვაიმე შემოგევლე წარმოიდგინეთ ეხლა ჩვენ რამდენად ავართ აი როგორ თქვა რომ გვესმის ელემენტარული ეხლა ვინც საქართველოში მიყურეთ ხო იტყვით ეხლა წარმოიდგინეთ ცოტა ფული არ აღის გამოგზავნა ეხლა ისე იცოდეთ ხო ყიდვას თავი დაანებე გამოგზავნა სკაიფას იღეს და წარმოიდგინეთ რამდენად აფიქრობს ადამიანი რაღაცა ქართული მომაწოდოს რომ მე ხო ეხლა ამბობ ხო წარმოგიდგენიათ როგორ შევინახავ არა წყალს დავლევ ბორჯომს დავლევ მაგრამ ბოთლს როგორც არის ხო შევინახავ თქვენ ხო მე ამის გადამგდები არა ვარ შანსი არ არის ვაიმე შემოგევლე აი მასე მადგება ხოლმე ცრემლები ხალხო აი ესეთ რამეებზე მომდის ხოლმე აი როგორ ვთქვა მეჩხირება ხოლმე ბურთი რომ ეხლა იფიქრა ამან რომ ისა რაღაცა ქართული ის მივაწოდო და მაგით იგებთ ხოლმე თქვენც და მე იმიტომ მიწერთ რომ ვაიმე ნანა როგორ გენატრება საქართველო და ეგრეა ეგრე მადლობა ნინო ძალიან დიდი მე რა ხედავდი რა იყო ეს დაიცათ ო ეს აღარ მქონდა და ძალიან მაგრად მეხმარება კინძი ხალხო გამშრალი კინძი და ძალიან კიდე ყავა ქალო ხალხო დაიცათ მარტო ქალოს არა ყველას ვეუბნები შენს ნინო ფიქრიას ლელას დათი ერთი ცოტა უნდა გამომიგზავნოთ ერთი და არა ტონა და არა იმდენი ეს კინძი უნდა გამიხატა ძალიან ერთი ზოგი ადამიანი რო არის ხოლმე ზის მჟავე სახით და ძალიან მიხარია მე ეგეთი არა ვარ მე რო მიხარია სულთლად მიხარია ახლა ეს თუ ის არის რასაც მე ვფიქრ დაიცა
ვაიმე რა მაგარი ხარ ნინო ეხლავე გეტყვით რაც არის მაგიდან კი წავიკითხე და მერე ქვემოდან ნინოსაც აქვს მიწერილი კოწახური აღმოვაჩინეო და კოწახური მიყიდა ხალხო კოწა ისეთი კუპატები უნდა გავაკეთო თუ გიდათ მერე რეცეპტს გაგიმხელთ საგვარეულო რეცეპტი გვაქვს ჩვენა დედა აი რატო გერმანიაში ყველაფერი და აქ არაფერი რილი ახალი ვაიმე რა კარგი მჟავია ვაიმე კოწახურია ამას ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი აი ვერაფრით ვერ წარმოვიდგენდი ეს ანსად იპოვე არ როგორ იპოვე არ როგორ მიაქცია ყურადღება არ მანდ რატო იყიდება მაგრამ მანდაც ეთყობა კუპატებში უკეთებენ არ ვიცი მაგრამ ძალიან ჩვენ ვაკეთებდით კუპატებს და ვყიდიდით ნახევარფაბრიკატებთაც ვყიდიდით და მოკლედ და ძალიან მიყვარს კუპატი საერთოდ ბავშვობიდან მიყვარს პაპაჩემის რეცეპტით ვაკეთებდით ხო პაპაჩემი იყო მამის სპეცი ხო და რამდენადაც მიყვარს კუპატი იმდენად არ მიყვარს ბროწეულიანი კუპატი იმიტომ რომ ძალიან შემაწუხებელი რამეა ბროწეულის კურკები რო ხდება ის ხო კოსტაჩკები რაცა და კოწახური კიდე სხვა გემოსაძლევს ძალიან და ეხლა საიდან დავხატოთ აქ, მაგრამ სუმახიც ძალიან სუმახი მერე რომ მოაყარო, ძალიან მაგარი რამეა. ეს ძალიან გავგიჟდი, ნინო, აი გავგიჟდი, გადავირიე. პუბლიკები მიხარია, მაგრამ რაღაცნაირად ხო ვიცოდი რომ გამომიგზავნიდი და აი ამაზე გავგიჟდი, გადავირიე, ესეც ძალიან მიყვარს. ესეც ძალიან გამიხარდა. ამაზე არ მიფიქრია რომ გამომიგზავნდი. ძალიან ბევრნაირი საქართველოსდან ხომ მიგზავნიან სვანურ მარილს, ხო? მაგრამ ეს ხალხო არ ვიცი რა არის. არ არის სვანური მარილი, უბრალოდ არის სუნელებიანი მარილი, შეზავებულია. ისეთი კარგია, აი ძალიან რა, ძალიან გემრიელია, ყველაფერში ძალიან გემრიელია. ეს ძალიან გამიხარდა. აი ესაკეთ. ნელა მივდივარ. აი მე რასა ოცარი ხალი ხარ. ტორტილიები გამომიგზა. ნანაჭკა მე ამ ტორტილიეს ჭადის მაგივრად ჭამ, იმედია მოგეწონებაო. აქა ეს უცხოური ტორტილიები არ არის. აქ არის იტალიური პიადინები, რომელიც არის აი არ ვარგა რა, ხო და ეს თუ არის სიმინდის ფქვილიანი ნამდვილი ტორტილია, ძალიან მომეწონება. ტორტილია ეხლა ამ სათვალით ვერ დავინახავ შემადგენლობას, მაგრამ ნინო რადგან იძახის რომ ჭადის მაგივრად, ესე იგი სიმინდის ფქვილისა. აქ სიმინდისა არ არის, ჩვეულებრივი პურის ფქვილის არის. ვერა ვხედავ რომ წავიკითხო. ხალხო, აუცილებლად მომდევნო ვიდეო იქნება დაგემოვნება. ანუ რაც ამასაც გავაკეთებ გულსართით ყველაფერს და იქნება მოვაწყობ კაი ქეიფობას. დამაცადეთ. ისე რო ვამბობ რომ ეს ტონამეთ ეს კიდე სხვანაირია. ეს კიდევ სხვანაირია დაიცადეთ. გავხიო, იმიტომ რომ ვერ გავხიო. კაფე კოსუშკი. ეს ძალიან პაცია სუშკები რო არის ის არის. თაიმე ძალიან დაიცად. გრამზე არის 12 გრამი შაქარიო. ეს არის 250 გრამი. ესე იგი, მე რომ 250 გრამი, ანუ ამის ნახევარი. უი, რას ლაპარაკობ, შემიძლია გადასარევად 5-6 ცალი, 10 ცალი შევჭამო ერთ ჯერზე. თავისუფლად შეიძლება.
მე მასე ვთვლი შაქარს. როდესაც შოკოლადს ან ტკბილს რაღაცას ისეც აი გუშინ წინაც ბარში ერთი შოკოლადი ავიღე. ლიმონის გულით იყო და რაღაცა მომინდა და გამოვითვლი ხოლმე რამდენი შემიძლია ნახევარი მივირჩი. დაიცადეთ, კიდე ის არის ფინჯანია. ეს არის ეთყობანი ნომრო თქვა. როგორ არის შეფუთული. ვაიმე გატეხილია. ვაიმე რა ძალიან გული გამიჩერდა. ზაფხულია ეს და გატეხილია. ვაიმე რა ძალიან ავაკ. ეს არის ზაფხული ხალხო. ოღონდ გატყდა. მაგრამ ესა აუცილებლად გავარემონტებ. აი ესეა. ამას შევჩავდე. და აუცილებლად გავარემონტებ. იცით რატო გავარემონტებ? აი აქ რო ვეტრინა მიდგა, იქ დავდგავ ამათ. და ისა, რა ქვია მაგას? არ გამოვიყენებ რა, მაგრამ მაინც მექნება. არა, აი ამის გადაგდების შანსი არ არის. აუცილებლად გავაკეთებ. ვაიმე ნინა, გეშინოდა. ეხლა შეშინებული მაშვები ესეც არის. არა და რატო უნდა რო ყველაზე მეტად ეგ იყო შეფუთული არა და. ყველაზე მეტად. ყველაზე ბევრი შეფუთვა მაგას ქონდა. არა, ეს ცოცხალია. ეს არის შემოდგომა. აი, ეს არის ამის. აიცა? აი. აიცა? ამას დავკავდას გაჩვენე. ეს არის შემოდგომა და ნახეთ რა ლამაზია. თითქოს არა და ესეც რა ლამაზია. ზაფხული. და ეს ზამთარი ძალიან ლამაზია. იცით რატო? ნახატი აქვს რაღაცა ძალიან ნაზი ფერები. ეს შემოდგომა. თითქოს რა ლამაზია. სად იყიდა ან რაცხა ძვირი ის იქნება, რაცხა განსაკუთრებული ფაიფურია, ზემოდან მოოქროვილია. ვაი, აი ხო ვამბობ არა. აი ხო ვამბობ, გოგო, როდის უნდა ვჭამო ამდენი? გამაგებინე. როდის? აი ეს რო გავსინჯე ის არის და ეს კიდე სხვა დაიგი, არა, ჩაიგე. არა, ეს პირველად ორი რომ მოვიდა, იმათ მეგობრები არიან. დედა, ნინო, თემწელი ესენი რო ვამბობ, არ იცი სამ გოგო მზომა, წონა, აი ეს სხვა არის. ეს სხვანაირი ყავა ხალხო. ეს რაღაცნაირად ის მეხმედ ყავა რო არის კოფე იმას აგავს. მაგრამ გავსინჯავ ეს არ მახსოვს. ეს არ ვიცი. მაგრამ თითქოს შებუთვა მახსოვს, არა. ეს ლამბაკი კარგად არის. ეცა ჯერ ესენი ლამბაკი კარგად არის. ეს რა არის? უკრო ამას ვაყრი ყველაფერში. ისე მომწოს, კამა, გამშრალი კამა, ისე მომწოს გუშინ დავჭერი ისა კიტრი, მარტო კიტრი. ხახვი თუ გინდათ პავიდორიც. კუბიკებად, მსხვილად კი არა, წვრილად კუბიკებად
ცოტა მაიონეზი, იმიტომ რომ კიტრს ბევრი მაიონეზი არ უნდა ერთი კოვსი და კამა. და ხახული ხო თქვი და კამა. დედა უგემრიელესი. აი, ეგეც ჩემთვის როგორ თქვა უგემრიელესი, იმიტომ რომ სახში საქართველოს გემოებს მაგონებს. ხო. რა ლამაზია. ეს არის, მოწადეთ. ეს არის ზამთარი. ეს არის ზამთარი. და სტუმარი მინდა. ეხლა უცებ დამარტყა თავში და მივხვდი რომ სტუმარი მინდა. იმიტომ რომ გავმართო ისა, გავაწყო ლამაზად. სტუმარი მინდა. სად ვიპოვო ახლა სტუმარი? სად ვიპოვო სტუმარი? აჰა, ესეც ზაფხული. ეს ზაფხული. მაგრამ ზაფხულმა გავრისკეო კითხვა ნინო, მაგრამ მართლა გარისკვა იყო, მაგრამ არა უჭირს. ამას გავაკეთებ, მე ამის ისა ვიცი როგორ დავაწებო და იმას ისა ესე მექნება ლამაზად. და რა ძალიან ლამაზია და სად დავდგა რომ გამოჩნდეს რომ ლამაზია. აი ეგ, იცო? ეხლა აქ არ მოვწიო, აქამდე ჩამოსულს. აჰა. ესეც ის არის პალაჭკები. მაის ნახეთ რა ლამაზია. ძალიან ლამაზია, ძალიან მომწონს. სილამაზეთ. ეს არ ვიცი რა. არ ვიცი რა არის. აუ გლეჯნია, აუ დღლეზნია, რა ვიცი მე რა იყო. ამიგენ არა მაქვს. და რამდენი რამეა ნინო, ეს რა ამბავია. ეტა რა არის? ან რამე ისეთია რომ აჰაჰა სვანური მარილის რაღაც სუნელი მცემს. აყრია. ახსნა განმარტება აყრია. ვაიმე, ნანაჭკაო, ესო საქართველოდან ჩამოტანილი ნამდვილი სვანური მარილიაო. ნინო, გერმანული სვანური მარილებიც რო გითხრა ძალიან ოხო. ეხლა მე ამას შევჭამ. მე რა კარგია. გერმანული, აი ეს მარილიც არა? აი ეს მარილიც და გერმანიიდან რომ მიგზავნი ხოლმე ნინო სვანურ მარილს, ძალიან გემრიელია. ესეც მაგალითად ამას წიწაკაც აქ მე მგონდა. ძალიან გემრიელია, მაგრამ აი ნამდვილი სვანური მარილი რატოა განსხვავებული იცით? როდესაც გიწრულის გემო აქვს. ანუ მე ძალიან მომწონდა რა, როცა ვიყავი და მით უმეტეს მაღაზია რო გქონდა და იმ საჭმელებს ვაკეთებდით, აბა დიდი აუარება სუნელებს ვყიდულობდი და ყოველკვირა. და სვანური მარილი რო თუ გიწრული არ ისმის, მე ის სვანური მარილი არ არის, იმიტომ რომ გიწრულის გემო უნდა იყოს და აი გიწრული რო გესმის, დედა როგორ მიყვარს.
ძალიან დიდი მადლობა ნინო და ამას ეთყობა რომ ის აქვს თავისი არომატი და სიმძაფრე გარეთაც უშვებს სულს, იმიტომ იყო ბევრ პარკებში. მაიცაც. ვაიმე, ეხლა თუ მე არ გავგიჟდები. ეხლა ვინმე დამიჭირეთ რომ არ გავთიშო ვიდეო და არ დაურეკო ნინოს და არ ვეძგერო და არ გავწეწო, არ გადავწეწო. აი ნინო პირდაპირ აი აქედან მოგმართავ. სადაც აგნახავ და როცა გნახავ, აი კოჩორი ჩოლკა უნდა დაგაწიწნო. რატო შემეკითხებით არა? რატომ ხო შემეკითხებით? რა დააშავაო? ხლა უყურე. ეს რა არის ხალხო? ორი ცალი გამომიგზავნა ხალხო. ორი. გაძღიო, აბა კიდე თუ დაგეწვებაო და აგიბეთქდება. ზაპასიც აქ გქონდესო. ვაიმე ნინო, ორი ცალი რათა ქალო, რათა შვილო, ვაიმე ორი გამომიგზავნა ხალხო. აქ რა ცხებია. წარმოუდგენელი ადამიანია ხალხო. ეხლა ვინმე იტყვით, პლასტმასის კორზები მანდარიშოვებაო, პლასტმასის კორზები ჩადო აქ, იმიტომ რომ აქ მოურიო პლასტმასით. წარმოიდგინეთ ეხლა თქვენ. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ ეს ვინ არის? წარმოიდგინეთ, ვერ წარმოიდგენთ. პლასტმასის კორზები ჩამიდო სპეციალურად, რომ ამაში კიდე არ ჩაყო და არ აბუთქდე შეუპატრონოვო. აიმე ნინო, არ ვიცი რა გიყო, არ ვიცი, ვერ ვიცი, ვერა, აიცადეთ. აიმე ნინო, აიმე შენ თუ ცოცხალი გადავირჩი მე არ ვიცი. ყურძნის წვენია. რომელსაც ხო გითხარით აქ რო ვერავშოვლებ, სულ ამბობ მაგას. წავედი დიდ სუპერმარკეტში, წავედი ლიდლში წადიო, იქაც წავედი. სადაღარ დირექტორსაც კი ველაპარაკე აქა. ამ ჩემთან კი არა, იქით დიდ სუპერმარკეტში. დირექტორსაც ველაპარაკე. ვის აღარ უთხარი რომ ყურძნის წვენი? არა არის. და ეს არის ყურძნის წვენი, ხალხო. ყურძნის წვენი. გერმანიიდან იტალიაში გამომიგზავნეს ყურძნის წვენი. მე ხლა ამას თათარას გავაკეთებ თეთრი ფქვილით არა, ჩემი ფქვილი, სერი ფქვილით და როგორც ყველაფერს ვეპარებ წამას ხო სვავ და ცოტა ექიმა პირიქით მითხრა ზომიერად ყველაფერი ჭამე, არ არის პრობლემა. ხო და მე თათარას გიახლები. მე ხო გითხარით, კაი სუფრა უნდა გავაწყო, კაი. და უნდა ვიქეიფო აქა თქვენთან ერთად. დაიცადეთ, არ მოვჭი. ალასაწიკი. ეს არის გამშრალი თევზი, ხალხო. აი, ხო გეუბნები, იმიტომ დამიწერა რომ დავდიოდიო და რასაც აყოულობდიო, ისა რომ ვობლასპონტია რა, ვობლა არ არის, მაგრამ ვობლასპონტი. ეხლა მე ეს რო არ გავსინჯო, რანანა ვიქნებ. ხო. მე ხო იცით, ვოლგოგრადში ნამყოფი ქალი ვარ, ნაცხოვრები და ისა გამშრალი თევზი, ვოლგის თევზი ცნობილი იყო ლეშა. ხო და ერთხელ მამაჩემა დაამარილა, ვაი მე ვყარდით მთელი ისა კორპუსი.
ძალიან მარილიანი არ არის, ისე რომ თქვათ, რომ არის ხა და პივის თევზი არისო, არა. მაგრამ ეს არის აი გადასარევი ზნექი. კაია. კარგია, ვისაც უყვარს. ვისაც ეს არ უყვარს, იმისთვის გაყოლა ეს არ მინახია. იმას ჟრიალს დააწყებინეთ და არ მოეწონება, მაგრამ თევზი ვისაც უყვარს და ეს არ არის შებოლილი თევზი. ეს არის გამხმარი, გამშრალი თევზი. ხალვასაც მოვაციცქნებ ხოლმე. ხალვაც მიყვარს. ეს აჯიკა, ვიცანი. ამას პურზეც ვიშო. გათავდა მაცივარ შეეხლა არ მეზარებოდეს წავალ და მოვიტანდი და გაჩვენებდი. ბოლო იმეცა ვფხეკავ. ინოჩენტე რო გამოვიღებ ხოლმე და ვფხეკავ, მას არ ამძებს. კონი ფიგურებს რაღაც დაზდეო. ეს არის აჯიკა. აჯიკა გრუზია ზაკუსკავა წერია. ცით რა გემრიელია. აი უიმე შავპურზე ამას რო წაუსვალ, დედა. ზღაპარ. ზესუმზირა. არ ვიცი რატო არის აქა. ზესუმზირა. ჩემი სიყვარული და სიხარულია. ამას ინსტრუქცია არ მოყვა. არ ვიცი. არ ვიცი მოხალულია თუ მოსახალია და იმიტომ ხსნი ხალხო. იმიტომ რომ არ ვიცი, ადრე გამომიგზავნა მოსახალიც. არა, მოხალულია. თუ მოსახალი. თევზის მერე ვეღარ ვიგებ. იტყდება, მაგრამ რაღაცნაირად შევეკითხები. იმიტომ რომ იტყდება, მაგრამ რაღაცნაირად მოსახალი მგონია და თუ მოსახალია კიდე ორ მაგათ მიხარია. ეს არ ვიცი. ეს არის თეთრი დიდი მზესუმზირეებია. არა, ის მოსახალია. აშკარად, გემო რო ეხლა დამიტოვა პირში, მოსახალია. ეს არ ვიცი. ესეც მოსახალი იქნება. ეს არის თეთრზოლიანი მზესუმზირა რო არის ეგა. შევეკითხები მერე მაგას მე. მოწადე. კიდე ყავა. უი. ეს აი ისა მონარქი რო არის და მიყვარს ხო იცით? ეს კიდე სტარბაქსის ყავაა. თურქული ყავა აწერია, მაგრამ სტარბაქსისა და ეს იქნება კაი. ეს ეგა. ეს არ ვიცი რა არის. დაიცადეთ ხალხო, გავედით ბოლოში. კარგად კი შეფუთენ. ეს არ ვიცი რა არის. გატყდა ბანკებიო ისა აჯიკა ესე გადავწყვიტე შემეფუთაო. აბა დაიცა ვნახოთ ეს რომელი აჯიკა აქ თუ ეხლა ის არის მწვანე. ოჰო იქნება. დაიცა აბა როგორ გავხსნა. ნინო
მე რა მაგარი. დედა, რამდენია ხალხებო? რამდენია? რა, ხო გეუბნებით, არა. ამ გოგო მარიცი, ზომა, წონა. ეს პირველად არის, ნინო. ეს არა მქონია. ეს არ ვიცი რა არის. მოსტარდაო. ostra. ეს ალბათ ის არის. მე ვფიქრობ ის არის. დოგვი. მოსტარდაო წერე რა სანიშნავს ახლა ვეღარ ვიხსენებ რა არის ეგა. არ ვიცი, ეს პირველად გამოგზავნა, ეგეთი არ მქონია. ეს რო ვთქვი რომ ეს მარილია თქო ის არის ის კარგი მარილი რომელიც არის სუნელიანი შენელებული ესა მქონია ეს გატყდა მგონი ადრე ესა ჯიკა არის ხალხო აი ეს არის სურნელოვანი არომატული კარგი მწარია ნინო კიძახის ძალიან მწარია მაგრამ ჩემთვის არის ნორმალური მწარი რა ხო აბა ოღონდეს უფრო მწარია დედა რა კარგია ძალიან მაგარია ეს ზომიერი მწარია, ამას ხო გითხარით კურსზე ვისვამეთ. ისევ ის ამდენი მარილი. როდის უნაჭა? ყველაფერში ვყრი, მართალია, მაგრამ. ვერ ვიცი, ესეც აჯიკაა. ოღონდ რომელი უფრო ცხარია არ ვიცი. ესა თუ ეგა. მაიცა? ამას ostra ვაწერია, მაგრამ ამასაც კაი წიწაკე. მაიცა? შეჭამდა გეტყვით. ამას განსხვავებული სუნი აქვს. ამას თითქოს სოიოს სუნიც აქვს, არ ვიცი, წავყოფით რა. სხვანაირია. რაღაც აქვს განსხვავებული. სადარჩენ პუბლიკი. მოგემი. სადავდე ხალხო. ძალიან მწარია. ოღონდ რაღაც აქვს განსხვავებული. გემრიელესებია. ეს უფრო გემრიელია. ესეც გავსი ჯობარე, მაგრამ პარი ვილოკა. ამას უნდა სოსისი. ეხლა ამ წიწაკის მერე ეს ძალიან აღარ მეცხარება, მაგრამ ცხარია. კარგი მდოგვია. ნინო, არ ვიცი ნინო ჭამს თუ არა მდოგს, მაგრამ თუ საქართველოს მდოგვი ცხარე მოგენატრა ეს არის. აქ მდოგვი არაფრით არ ვარგა, აი კაპიკად არ ვარგა, ყველანაირი ვიყიდე, ყველანაირი. ნინოს გამოგზავნილი მქონდა, ვადა გაუვიდა. მაინც ავჭამე ნინო, ვადა გასული მქონდა, მაგრამ მაინც ავჭამე შენი გამოგზავნილი ისა.
საქართველოს პატარა მდოგვები რო იყო ეგა. მაინც ავჭამ. მაინც. ეხლა ესა, დაიცადეთ. აქაც რაღაცა შეფუთა. დედა რამდენი რამეა? დედა. დედა და მამა. თან ვფიქრობ ეს ვინ არის ეს. არც არ ვიცი ვერ გეტყვით. კარგად კი არის ისა. არ გავგვიდი. ნეტავა ვადა, ვაიმე დაიცადეთ ეს მინდა რომ ამოვიხო და ეს ხუთი მინდა რომ ავირიდო თავგზიდან ეს ხუთი და აიცადე ის იყო წერილი. ვაიმე ქართული ჭადის ფქვილიაო. ქართულიო ნინო სტუმარი ყავდა საქართველოდან და ალბათ იმან ჩაუტარა არ ვიცი მაგრამ ქართული ჭადის ფქვილიო. მე ხო იცი რა უნდა შევჭამო. ვაი მაინც სხვა რამეა საქართველოსი. ხალხო ჭადებს როგორ ვთქვა პურის ჭამას ჭადის მირჩევნია იმიტომ რომ ხა ძალიან ბევრს კი არ მივირთმე მაგრამ ჭადებს ხშირად მივირთმე და არ ამწყეს. ფაქტი ის არის რომ არ ამწყეს და წონაში არ ვიმატებ. ეხლა ეს უნდა გითხრათ რა. ეს არის პასკა. ეს არის პასკა. არ ვიცი ახლა ამას ვადა აქვს, არ აქვს, გერმანულია. სადაურია ნინო მითხარი. მეორე საფრთხე მაინც მომეტარა ამით ვერ ვხედავ წარწერებს. ეხლა მე თქვენ ამას გაჩვენებ. ეს საყვარელია. პასკა. ნახე. სუნი გლაზურის სუნი აქვს ჯერჯერობით ვერ ვიცი. აი მე რა საყვარელია. აქ დავსვა. არის მე წავიკითხავ თუ რამე გავიგე თუ არა და ნინოს შევეკითხები რომ ისა ან ვადაროდემდი აქ ან თუ მიაწევს პასკამდე ემამდე აღდგომამდე და თუ არ მიაწევს აღდგომამდე მაშინ ისა მანამდე მივირთმევ. ეს აშკარად ალბათ გერმანულია. იმიტომ რომ გერმანული კულტი იქნება იმიტომ რომ რავი თურქები ამას არ აკეთებენ ალბათ და სხვა არ ვიცი. თუ რუსულია არც ეგ არ ვიცი. არ ვიცი ხალხო. ისეთი გაოგნებული ვარ, ისეთი გახარებული ვარ, ისეთი აი რომ ვუყურებ და ერთნაირად ტვინი ვერ ახარშავს ამდენ სიხარულს და ბედნიერებას, გეფიცებით ოღონდ მართლა. ამას აი მე გეფიცებით, აი ესეთ რამებზე, რაზე გეტირება, აი ესეთ რამებზე მეტირება ხოლმე, აი ესეთი საჩუქრები რაღაცა რომ მომეწონება ძალიან მიხარია მართლა, მაგრამ აი რაღაცა ისეთ შეიძლება ისეთ რამეზე ამიჩუყდეს გული, აი ახლა მაგალითად მამალო კამფეტზე, მამალოზე. ვაიმე გეფიცებით ხალხო,
აი რანაირად ამას არც ველოდებოდი მამალოზე, აი ამას რო იფიქრებ ადამიანი და გამომიგზავნი ბორჯომი, აი არ ვიცი როგორი მადლობა გითხრა ნინო, აი არ ვიცი რანაირად ამდენი იცის რომ ეს ყველაფერი ძალიან მიყვარს, ხო? იცის რომ ეს ყველაფერი მენატრება და რა ვიცი როგორ გითხრათ, არ ვიცი და მე კიდე რამის არის ხოლმე და გული გამისკდეს ესეთ რამეებზე, აი ოღონდ მართლა გეფიცებით, მართლა გეუბნებით. ხო და ძალიან დიდი მადლობა ნინო. ამ ხელა მეოთხარ ინოჩენტე ჩადიოდა რო დარეკეს ის კი იყო რომ უნდა გამოეცვალა ტანსაცმელი ინოჩენტეს რომ ჩიტაფონს დარეკეს და ჩიტაფონო და მეოთხარი ვაიმე ინოჩენტე მძიმეა გეხოცები იმ ბიჭსას თხოვებეთ კი რომ ლიფტამდე შემოგატანინოს იმიტომ რომ ვიცოდი რომ მძიმე იყო. ხო და მითხრა რომ ისა ამომიტანაო რა ლიფტში შემოიტანაო და მე უკვე შემოვიტანეთ ჩვენ. ხო და ამდენ რამეს რომ მიგზავნი ამდენი როგორ გითხრა არ ვიცი აი რა ან როგორი მადლობა ვთქვა ან როგორ გამოვხატოთ ეს ყველაფერი მე არ ვიცი აი ოღონდ მართლა გეუბნები რა აი ძალიან ძალიან დიდი მადლობა ნინო უღრმესი რა თქმა უნდა ბრაზდები გავბრაზდი აბა ორი წარმოიდგინეთ ორი ვიყიდა და იზღია თავი გქონდესო ვაიმე ნინო რა წარმოუდგენელი ქალი ხარ თუ გოგო ხარ არ ვიცი გოგოები ვართ გოგო ხარ ხო და აი მის გულში დარდით დამრჩა რომ ვერ გავსინჯო აი ძალიან გამიხარდა ყველაფერი ძალიან რო დავფიქრდა ხო ესე ვიტყვი ხოლმე რომ აბა ყველას ძალიან გამიხარდა თქო აი ვერ გეტყვით ყველაფერი ხო ძალიან გამიხარდა ამას საერთოდ არ ველოდი და გავგიჟდი კოწახურზე გავგიჟდი ეხლა იმას ვისავ კუპატებს როგორ გააკეთებო ნაწლავს ვართმევ ხოლმე იმას მე ხორცებს ხო ხორცის განყოფილებაში ვეტყვი ხოლმე და მარილში ჩადებულს მომცემენ ხოლმე როგორი გინდაო წვრილიო მსხვილიო ხო და კუპატებს გავაკეთებ ისეც რომ ვაიმე იქნება ხო და აი არ ვიცი რანაირად გამიხარდა ყველაფერი არ ვიცი როგორ გითხრათ და ნინოს კიდე რანაირი მადლობა არ ვიცი აი არ ვიცი ვეუბნებოდი ადრევეც მეუბნებდა უნდა გამოვაგზავნო და ვეღარ მოახერხა და აი წვიმები იყო ის იყო ვეუბნებოდი არ გამომიგზავნე ძალიან აქ თხოვმეთ კი ნუ წუხდები არ ვეუბნებოდი ეხა თქვენთან ვამბობ იმას ხო და მერე მომწერა უკვე მზად არისო ყვილად გამეუბნებით ყვილას ლაპარაკობა ხო და ძალიან დიდი მადლობა აი რამის არის გული ამომვარდეს ხოლმე ოღონდ მართლა გეფიცებით აი მართლა და არ ვიცი ხო ვამბობ რა არ ვიცი აი დირგოს დავეფერები ჩემი ძალი არის ბორჯომი აი ესე როცა დამემართება ხოლმე და ყელში წამიჭერს არა ძალიან თავს ვიკავებ ხოლმე რომ ბღავილი არ დავიწყო ხო და ჩემი ძალი არის ბორჯომელი მეთქი მას ვამბობდი და ერთხელ ავარ ნამყოფი სანამ აქ წამოვიდოდით მანამდე და მაშინ დაგვიტვირთეს მანქანა ძახლებმა რა ვიცი რა ქვია 20 ლიტრიანი ახალი ჩამოსხმულებით ბოთლებით ამით რა ვიცი მე იმდენი ბორჯომი ჩამოვიტანეთ ესა ხო და მგონი რა ვიცი მე რაც აქავარ ბორჯომი არ მინახია ესა აი არ ვიცი რა ვთქვა ვიცი როგორ მეფერები ხო და მე ამ ყველაფერზე იცით მე რა მემართება ალბათ იმიტომ რომ მაქვს ეს დიდი ნოსტალგია და ეს ყველაფერი და ამ ყველაფერზე ყველა თვითონ ნივთზე ხო თვითონ რაღაცაზე ყველაფერთან მოგონებები ხო არ დაკავშირებული და ის იმ დროში გადავდივარ და იმ რაზე არ გაიფაჩხვებოდი ჯამი ვარ და სათვალე და იმ მოგონებებში გადავდივარ იმ დროს გადავდივარ მე იქავარ და მოკლედ ესეთი რამე მემართება რა მოკლედ რო გითხრათ და ეს ახლა ყველაფერი ჩემში იწვევს საერთოდ ეთყობა ასოციაციური ადამიანი ვარ ზოგისთვის ხوارია კაია ჩუდია
მე ძალიან ასოციაციური ადამიანი ვარ და ეხლა მე თქვენ გითხრათ ამას რო ვუყურებ მე რა მაგონდება იცით დღეობები და ძირითადად თეთრი გიორგი და კვირიკობა ჩვენთან კვირიკობა და დეიდა ჩემი და მამიდა ჩემი იმ უბანში ცხოვრობენ სადაც წმინდა კვირიკეს სახელობის ტაძარია და კვირიკობას სულ დავდიოდი ხოლმე და კვირიკობას იქაც ხო იყო ეს გაშლი მაგრამ ჩემი ბავშვობა ჩვენი სალოცავში დავდიოდით ხოლმე თეთრი გიორგის ვეძახი წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი და თეთრი გიორგის და ეს ჩემ გონებაში არის იქ დაკავშირებული იმ ასოციაციებთან და აი ეს ყველაფერი ხო ჩემში იწვევს აი ახლა ის თევზი გამშრალი თევზი რო დავინახე აი ესე მეგონა რომ ვოლგოგრადში იმ აკოთებული ჩემი აივანი გამახსენდა მამა ჩემა რომ თევზი დაამარილა ხო და იქ რო აშრობდა და ეგეთი ესეთი მომენტები ჩემთვის არის ძალიან ძვირფასი აი ძალიან არ ვიცი როგორ გითხრათ რა და მე კიდე ეს ყველაფერი რომ მიყვარს მირთმევად და გემოვნებად საჩუქრები ყველაფერი ეგ კიდე სხვა თემაა და ძალიან დიდი მადლობა ნინო აი უღრმესი მადლობა უკიდეგანო ღმერთმა იცი რა მოგცე ეს ხალისი ეს შესაძლებლობა თავისთავად მაგრამ აი ეს ხალისი აი ეს სურვილი რომ ასე გააბედნიერო ადამიანი ვიცი ნინო იცით როგორი ადამიანია ესეთი ადამიანია გერმანელებიც რომ მოარჯულა ეგეთია გერმანელებსაც რომ შეაგნებინა რომ უნდა და ჩუქნის იმიტომ კი არა ჩუქნის რომ იმათგან რამე უნდა არა უბრალოდ უნდა და ჩუქნის და გააგებინა გერმანელებს ეგ ამბავი თავის გარშემო მართლა გეუბნებით შეაგნებინა როგორღაც თავიდან ალბათ კი დაგიჟდნენ მაგრამ მაინც გააგებინა ერთადერთი გულს ნაკლულობა ეს ფინჯანია მაგრამ მაგას მე მივხედავ და რო გავაკეთებ გაჩვენებ რომ ახალი იქნება და ესა დანარჩენი ყველაფერი მშვიდობიანად შვენივრად არის ეხლა დაგემშვიდობებით ხალხო თქვენ ხო იცით როგორ მე ამას ასევე ვტოვებ ხოლმე გავდივარ მე ცოტა ვწყნარდები და მე მოვდივარ და მე ახლიდან ვნახულობ და ახლიდან განვიცდი ყველაფერს ყოველთვის ასე ვაკეთებ ხოლმე ყველა სამანათებზე და ეხლაც ასე იქნება ძალიან კიდევ ერთხელ ნინო ძალიან დიდი მადლობა ძალიან მაგარი გოგო ხარ ვიცი და ძალიან მაგარი გოგოები გავიცანი და დავმეგობრდით აქ ხალხო აი განსაკუთრებულები არიან რა თქმა უნდა ბევრი ეხართ განა იმიტომ რომ ხა მარტო ის არის ჩემი მეგობარი ვინც საჩუქრებს ჩუქნის არა მასე არ არის მაგრამ ამ გოგოებთან უფრო ყოველდღიური ადრეც მithქვია და უფრო ისეთი დავამყარეთ ურთიერთობა ხო სწორია და განსაკუთრებული ყველა თავისებურად განსაკუთრებულია აი ნინო მყავს მარტო ნანახი პირადად არც ფიქრი არ მინახია ხო პირადში არც ლელა არ მინახია არც ვერო და ნათია არ მინახნი არც გალბატონილი არ ყველა მახსოვს ვინც რა გამომიგზავნა კაბა პირველად გახსოვთ კაბა ლამაზი კაბა რო გამომიგზავნა წყალტუბოდან მაკამ ესა ახლა არავინ არ მინახია მაგრამ იმედენად ვიცნობ ყველას იმედენად აი მგონია რომ ვიცი ამ ადამიანების ბუნება და ყველა არის განსაკუთრებული ოღონდ მართლა რა თქმა უნდა ყველა ადამიანებს გვაქვს კარგით ცუდით დადებითიც უარყოფითიც მაგრამ რა ვიცი განსაკუთრებული ადამიანები გავიცანი მე ამ YouTube-ზე და ამის ძალიან დიდი მადლობელი და ძალიან ბედნიერი ვარ კიდევ ვიმეორებ აი იმდენ რამეს მithმენენ მე ეს გოგოები იმდენ რამეს მიგებენ იმდენად მამხნევებენ გვერდში მიდგანან ფიქრია იქ ვიდეოებს მიგზავნის რომ გამართოს ნინოს უმეუბნება ნანა ყოველთვის აღარ რა დროსაც გინდა დამირეკე და როცა გინდა რაც გინდა და როგორც გინდა ლელა არ გავაძღერო არ მომიკითხოს და აბა როგორ ახანდა და ასე და ისე ნათია არის და ვეროს არასცალია ხშირად მაგრამ ნათია არის უყოჩაღესიად აი უმაგრესი გოგოა ძალიან მაგარი გოგო არის ნათია აი რა ვიცი რა იშვიათი აი როგორც დედა და ქალი აი როგორც რო აი მანანას რო ვაფასებ ნათიასაც ასე ვაფასებ ხო და ყველა
ეს გოგოები არიან განსაკუთრებულები. კიდევ ვიმეორებ, განა მე ვერ ავგრძნობ, რომ ხან არ ავპასუხობ, ხან არა მაქვს, აი ჩემ თავსაც ვერ ვაიძულებ ხოლმე და მაინც თავს არ მანებებენ, მაინც მიჩიჩხინებენ და მაინც გვერდში მიდგანან. აი ხო გეუბნებით არ არსებობს ნინო ყოველ დღე ნანა როცა გინდა დამელაპარაკე მითხარი რა გინდა ამოთქვი არ არსებობს რომ არ არსებობს რომ თქვას რომ აი არ ამძალია აი ეს ამაკ არ არსებობს და ძალიან გვერდში მიდგანან ძალიან და დაუფასებელია ესა. წავედი ახლა მე ნინო ძალიან ბევრს კოცნი გეხვევი ძალიან დიდ მადლობას გეუბნები. აი მე რომ მადლობებს ვამბობ ხოლმე ამ ამანათებზე რაც მომდის გინდა საქართველოდან, გინდა საბერძნეთიდან, გინდა გერმანიიდან, ჩემი მადლობა არის უსუსური ხოლმე იმას რასაც ავგრძნობ, ვერ გადმოვცე, ვერ გონია რომ ვერ გადმოვცე. მაგრამ მე რწმუნეთ რომ მთელი ჩემი არსება სავსე არის მადლიერებით. და წავედი, თორე აი გვიჭერ კიდე რომ კარგად არ შემოვცხო. კარგად არ ვიბღავლო. ძალიან ვიჭერ ჩემ თავს რომ არ ვიბღავლო. ვიცი ეს გავწიო. წავედი, ვისაც გაინტერესებდათ ვიდეო და რა ამანათი თქვენთვისაც ხო გავაკეთე ეს საქმე. აბა ჰე და აბა ჰო კოცნი ნინო ბევრს